შუადღე მშვიდობისა მოგესალმებით საქართველოს ტალღის პირდაპირ ეთერში ეს არის გადაცემა ანალიტიკა პირველ ნაწილს მე მერაბ ჭიქაშვილი გაუძღვები და ასევე მივესალმები რა თქმა უნდა ჩვენი ტელემაყურებლებს თავისუფალი არხის მაყურებლებს და ყველას დიდი მადლობა ვინც გვიყურებს არა მარტო ტელეარხზე არამედ ვინც სოციალურ ქსელში Facebook გვერდზე YouTube გვერდზე გვაკვირდება და თვალყურს გვადენებს გამოიწერეთ ჩვენი გვერდები აუცილებლად და თქვენთვის ყოველთვის საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ სწორედ საქართველოს ტალღის სტუდიიდან პირდაპირ ეთერიდან ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარი კი გახლავთ ბატონი მერაბ ახობაძე პროფესორი მერაბ ახობაძე ბატონი მერაბი ასევე წარმოადგენს ის გახლავთ ინტერდისციპლინური და ინფორმატიკის დეპარტამენტის უფროსი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და რა თქმა უნდა ამავე უნივერსიტეტის ლექტორი და პროფესორი და მასწავლებელი მოგესალმებით ბატონო მერაბ მოგესალმებით მივესალმები მაყურებელს დიდი მადლობა რომ მოიცალეთ ჩვენთვის დღეს მაინც მით უმეტეს იმ პერიოდში რაც ახლა ხდება თქვათ ირგულებ პროფესორ მასწავლებლები ძირითადად მაინც სამწუხაროდ აუდიტორიებიდან ფაქტიურად ქუჩაში ხართ გამოსული და ნუ მესმის რომ ეს სისტემა რომელზეც ალბათ ვფიქრობ რომ არ თქვენ არ გსიამოვნებთ მაგრამ ნუ ეს ბატალიები ჯეჯერობით მაინც მიდის რა თქმა უნდა თემა არის და თქვენს ბუნებრივია მოგიწევთ იმ საკითხზე რომელიც ეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქართველოს თავრობის ინიციატივას რომ გაერთიანებულიყო ორი უმაღლესი სასწავლებელი საუბარი არის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტზე და ასევე რა თქმა უნდა თსეუს-ზე სახელმწიფო უნივერსიტეტზე ნუ პირველი თქვათ ასე ვთქვათ მცდელობა ხელისუფლების მხოლოდ მარტო ინიციატივის დონეზე იყო, შემდეგ ნუ მოხდა არაერთი შეხვედრა. ნახოთ, ეხლაც არის მიდის სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბება, მაგრამ მან პროცესში საკმაოდ აქტუალური გახდა ეს საკითხი და ჩვენთვის პირადად ბატონო მერაბ ეხლა გარდა იმისა, რომ ჩვენ თქვათ, ყოველთვის გვაქვს საშუალება, თქვათ, არ გვაქვს ისეთი ფუფუნება, რომ პირდაპირ ეთერში მიიღოთ მონაწილეობა ხოლმე და გვისაუბროთ ამ თემებზე. მესმის რომ დღეს ისეთ საკითხია, რომ თქვენ ჩათვალე საჭიროა, რომ თქვენი ანალიზი, თქვენი ხედვა, თქვენი თქვათ შენიშვნები თუნდაც პირდაპირ ეთერში გვესაუბრა ამას და ჩვენ დრო დაუთმეთ ხოთაშორის ამას პირველი დღიდან დროს უთმობ და შესაბამისად აი საინტერესოა თქვენი მოსაზრებებიც. რა შეა საქმე თქვათ, რა არის სიფრთხილე, რა შეიძლება საერთოდ იყოს სამჯალოზე გამოტანილი მსჯელობის საკითხი, რა არ შეიძლება გამოვიდეს, რა არის თქვათ ძირძველი და ნუ მე არ ვამბობ რომ ჩვენ ერთ კუთხით თქვათ მაინც და მაინც უარყოფითზე იქნება საუბარი, თუმცა დისკუსიის საშუალება ახლა ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მარტო მე და თქვენ და გაზრდით საშუალებას რომ თქვენი დამოკიდებულება გამოხატოთ. პირველი რა თქმა უნდა, როგორ იყო თქვენი რეაქცია უშუალოდ ადამიანის, რომელსაც გარდა იმ რეგალიებისა და გარდა იმისა, რომ თქვათ თქვენ ეს დარგი თქვენ დარგს ეხება პირველ რიგში და კი მომავალ თაობას და განათლებას, ზოგადად განათლების სისტემას ეხება, უშუალოდ სტუდენტებთან, ანუ თქვენ პროფესორი ხართ და კითხულობთ ლექციებს და ხართ ერთ დეპარტამენტის ხელმძღვანელიც. რა იყო თქვენთვის პირველი თქვათ ისეთი მანიშნებელი, რაც საგანგაშოს ესე ვერ დავარქმევ, მაგრამ აი რატომ გახდა თქვენთვის მნიშვნელოვანი რომ ამ თემებზე გესაუბრათ ხმამაღლა და ბევრი რამ აქ შეიძლება შეცდომაზე მეტი იყოს. თუ ხედავთ რამე დიდი მადლობა აქ მოწვევისათვის და მართლა საოცარ რამ ხდება რომ იმიტომ რომ ესე განათლების რეფორმა რა აუცილებელია ამაზე არავინ აბსოლუტურად არ კამათობს რა ქვია აქ მხოლოდ მიდის იმ გაჟღერებულ ინფორმაციაზე რომ აუცილებლად განათლების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანება. ნუ ესე იგი და ჩვენი ესე იგი პირველი რეაქცია იყო რომ რის საფუძველზე გაკეთდა ესა, სად არის ის დოკუმენტი, ის ანალიზი, სადაც ესე იგი მივიდან აი ასეთ დასკვნამდე. ეხლა უამრავი არგუმენტი ითქვა ესე იგი ამ გაერთიანების საწინააღმდეგო. ხლა მე აქ ბუნებრივია ესე იგი არავითარ შემთხვევაში არ მოვიყვან იმად მე მინდა რომ აქ აი გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგიების, რეფორმირების ტექნოლოგიების ესე იგი საფუძველზე სამეცნიერო თუ როგორ ხდება ესა აი იმის საფუძველზე განვიხილო ის გაჟღერებული ვთქვათ ინიციატივა რომელიც პრემიერ-მინისტრმა და განათლების მინისტრმა გააჟღერეს. ესე იგი პირველ რიგში ვთქვათ ითქვა რომ საჭირო არის რეფორმა და სანამ ამას ვიტყოდე მე მინდა თუ თქვენის ნებართვით რამ მიგვიყვანა იქამდე რომ
აუცილებელია განათლების რეფორმის ჩატარება და ისიც უნდა ითქვას, რომ განათლების რეფორმა, ესე იგი, უნდა დაიწყოს ბუნებრივია საბავშვო ბაღიდან, უნდა მოიცავს სასაკვირველია სკოლა და უნდა მოიცავს უმაღლესი განათლება და ჩვენ საკვირველი ის არის, რომ ესე იგი იწყებენ სახურავიდან იწყებენ ყველაფერს ამის გაკეთებას. და მე და მოვიყვანო აქ მერაბ ჯიბლაძე იყო ასეთი ცნობილი მეცნიერი ფიზიკოსი, რომელიც 90-იან წლებში იყო განათლების მინისტრის მოადგილე. ეს იყო საოცარი მეცნიერი, საოცარი შეყვარებული თავის ქვეყანაზე და ისიც უნდა ითქვას, რომ აი მე და მერაბ ერთად ვსწავლობდით ასპირანტურაში და ძალიან ახლობლობა გქონდა და ესე იგი საბოლოოდ ვერ შევდივარ, რომ მე ლექციებს აღარ კითხულობ, იმიტომ არ შემიძლია თქვა იმ დონის სტუდენტებს ველაპარაკოთ, რომლებიც აი ამ განათლების რეფორმა, ეგრეთ წოდებული ლომეიას გაფორმებული განათლების რეფორმა მოიყვანო. აი მერაბ ჯიბლაძე თავის ერთ-ერთ სტატიაში ამბობს, რომ საქართველოს საშუალო სკოლა აღარ არსებობს. ის საჯარო სკოლებს შეცვალა, რომელიც იგივე ამერიკული public school-ია. ეს სკოლა ამერიკაში გონებასრუსტი ბავშვებისათვის არის შექმნილი. სათანადო სასწავლო პროგრამები და სახელმძღვანელოებით. ასეთი სკოლის მიზანია ბავშვებისათვის წერა, კითხვისა და ელემენტარული უნარ-ჩვევების სწავლება. მაგრამ იქ გარდა public school-ისა ფუნქციონირებენ საშუალო, მაღალი და აკადემიური სკოლები, მაღალი დონის სასწავლო პროგრამები და თანამედროვე სტანდარტების დონეზე განათლების მიღების საშუალებას იძლევა. ესე იგი 90-იან წლის დასაწყისში საქართველოს განვითარებადი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა. და ის ამბობს, რომ 92 წელს, როდესაც ის განათლების მინისტრის მოადგილე იყო, ამერიკის საელჩოს ატაშემ ჰაჩისონმა განმემართა, თქვენ ხართ განვითარებადი ქვეყანა და სახელმწიფო უნდა დააფინანსოს მხოლოდ დაწყებითი განათლებაო. და შესაბამისად, ამისა განხორციელდა ეგრეთ წოდებული ლომაიას რეფორმას, რომელსაც უწოდებთ რა. ესე იგი, რეფორმის შედეგად ეროვნულ გამოცდაზე, როდესაც ესე იგი აბიტურიენტები არ ხდება არავითარი ცოდნის, არამედ უნარ-ჩვევების შემოწმება ხდება. ანუ ესე იგი აი ამ რეფორმით ჩაერთო ტვინის აზროვნების გათვიშის ფუნქცია გაითიშა რა საერთოდ რა ესე იგი არავით არ აზროვნებასთან ტესტების საშუალებით ხდებოდა და იქ იყო სწავლა განათლება დაიყვანება და 4 სავარაუდო პასუხის ესე იგი შემოხაზის მიგნებაზე დაიყვანებოდა რა და ცხადია რომ ის სახელმწიფო რომელიც თქვა აი ასეთი განათლების სისტემით უშუალოდ ის სუვერენიტეტი ვერაზოს ვერ იქნება რა. აქცენტი გაკეთდა ინგლისურ და კომპიუტერის შესწავლაზე. ესე იგი ეს არ არის განათლება, ეს იყო დრესურა არის რა თუ შეიძლება ეს ეთქვას, ეს არის ქართველი ახალგაზრდების მომზადება ტურისტების სერვისის დასაკეთება ხო ესე იგი მერაბ აღწერს ამბობს იქ რომ უნივერსიტეტის პირველ კურსზე აქვს ცოდის ისეთი დონე როგორც ადრე მე-7 კლასელს ჰქონდა რა და შესაბამისად შეცვალეთ სახელმძღვანელოები მაგალითად მე-10 კლასის ფიზიკის სახელმძღვანელოებში სურათების მეტი ფართობი აქვს დათმობილი ვიდრე ტექსტების სკანდალური შეცდომებით არის სავსები და საერთოდ ისეთი არაკომპეტენტური ხალხის მიერ დაწერილი რომ სასაცილო ხდება რა ერთ სიტყვით დასავლეთში ჭირდებოდა რომ შემსრულებლები აღეზარდა ამ ქვეყანას ჩვენ სახელმწიფოს კი ბუნებრივია ჩვენ მოაზროვნეები ჭირდება ესე იგი და ცხადია რომ აი ასეთ სიტუაციაში განათლების რეფორმა არის აუცილებელი. ეხლა მე რადგანს აქ რომ მოდიო დამირეკა ერთმა და მითხარი თქვენთან რომ სწავლა რა დონეზე არისო რა ქვია რომ საუბარია ტექნიკურ უნივერსიტეტში რა. ნუ რაღაც ისე თქვა რომ აი ხო არ არისო იმ დონეზე სწავლებაო რა. ნუ მე ამ შემთხვევაში გავახსენე ერთხელ მგონი ირაკლი აბაშიძეს უთხრეს მოსკოვში თქვა ბიჟალი რობკი გრუზინიო რა და ბატონმა ირაკლი ძალიან კარგად მიუღო რომ ესა რობკი ბიჟალი ან ნირობკი ნიბიჟალიო რა და აქაც სწავლა ვისაც უნდა ისწავლოს ვისაც არ უნდა ის არ სწავლობს რა ეხლა ესე იგი მე ვიდა ეხლა როგორც გითხარით თქვენ ერთი რადგან სკოლის მოსწავლეებზე ჩამოვარდა ესა საუბარი მე ვიდა თქვა რომ მოვიყვანოთ თუ შეიძლება ჩავრთოთ აქა თქვენ ეს გაქვთ რომ ზამოდენიმე წლის წინათ
რამოდენიმე წლის წინათ ტექნიკურ უნივერსიტეტში შემოვაწყეთ ასეთი ღონისძიება მეცნიერული ტექნოლოგიური გამოწვევები და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და სხვათა შორის ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა, კერძოდ კენეთ უილში იყო და იქ წერია კიდევაც სიტყვითაც გამოვიდა იქ. ესე იგი აქ რამე და თქვა რომ როდესაც ის მოხსენებას უსმენდა და ერთ-ერთი მოხსენებელი იყო ელგუჯა მეზმარიაშვილი და როდესაც ნახა რომ თქვა ესე იგი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნა ისეთი რაღაცა რომელიც კოსმოსში და რომელიც გასაშლელი ეს უნიკალური რაღაცა კონსტრუქცია თქვა რომ ეს თქვენთან გაკეთდა კაცო თქვა თქვენ გვერდზე ზის მეთქი ეს ვიც გააკეთა ამის მერე გამოვიდა ბატონი ვახტანგ კვარაცხელია პროფესორი რომელიც ილაპარაკა იმ საოცარ პროექტებზე რომლებიც სრულდება იქ გამოვიდა პროფესორი იგინეიშვილი რომელიც თქვა თუ როგორი ურთიერთობა გვაქვს გერმანიის ფიზიკოს საზოგადოებასთან ჩვენთან და ასე შემდეგ რა და მე რა მინდა თქვა რომ ჩვენი აი აქ ესე იგი სტუდენტ საინჟინრო აკადემია არის ჩვენთან საინჟინრო აკადემია არის და აი საინჟინრო აკადემიის იდეა და დევიზი არის მოძებნოს ახალგაზრდა თავისთავი არა ეს არის თქვა რაღაც სტუდირება რო თქვა გამოსცემით ჩააბაროს და მოძებნა იმიტომ რომ ყველაზე ძნელი არის თავისთავის მოძებნა და ამ ეხლა აი სურათებზე რომელიც სურათებზე არის ის პირველი ამ მოსწავლეთა საინჟინრო ახალგაზრდები რომელთა უმრავლესობა და ძალიან ბევრმა სამედიცინო ინსტიტუტში ჩააბარა უნივერსიტეტში ფიზიკის იმაში უნივერსიტეტში და ასე ჩვენი მიზანი არის ქვეყანას გაუზარდოთ ისა და მოძებნეს თავიანთი თავი და აი ამ ეხლაც ესე იგი ნუ არა მარტო ისინი იყვნენ ჩვენი სტუდენტები მოსწავლეთა საინჟინრო აკადემიის წარმომადგენლები არამედ იყვნენ კიდევ მთელი საქართველოს მასშტაბით იყვნენ ჩამოსული ესე იგი ჩამოვიყვანეთ მოსწავლეები და მე მინდა ვთქვა რომ ასეთი ღონისძიება წინა წელს ზუსტად ანალოგიურად რა აი ესე იგი ამ დასახელებაც იგივე იყო გაიმეორა იბან განათლების სამინისტრო უკვე საქართველოს მასშტაბით რა მე მინდა ვთქვა რომ ესე იგი აი თუ ნახავთ გვერდზე წერია რომ ეხლა დაწყებული არის ჩვენს უნივერსიტეტში ასეთი პროექტი მომავლის პროექტები სადაც ესე იგი სტუდენტები წარმოადგენენ ფანტასტიკურ მეცნიერულ პროექტს რომელიც ხალხაზე შესაძლებელია იქცეს იქცეს როგორც რეალურ პროექტებად ეხლა ესე იგი გამოდის რომ ჩვენ უწყობთ რამ ესე იგი ამ თანამედროვე გამოწვევებს და ყველაფერს უწყობთ ესე იგი ფეხის იმაში ვარ და ეს არის რექტორის ჩვენი ვიცე-რექტორის მეცნიერების დარგში მათი პატრონაჟის ქვეშ მიმდინარეობს ესა ეხლა მე მინდა ესე იგი შევეხო აი იმ გადაწყვეტილებებს და იმ გახმაურებული წინადადების რომელიც პრემიერ-მინისტრმა და ევან გააჟღერა ესე იგი აი გააჟღერდა თუ არა რომ ესე იგი სწავლება იქნება უფასო თქვა პირველში უკვე ესე იგი ყისიერად მოხდა რეაგირება და საერთოდ არის ეგრეთ წოდებული რეფორმირების ბრუდი ქვია ამას როდესაც ნებისმიერ შენ რეფორმას ახორციელებ და შენ რაღაც არსებულ მდგომარეობაში იყოფები და გადადიხარ უკეთეს მდგომარეობაში ყველა პირველ რიგში ყისიერად უარესდება სიტუაცია რა ესე იგი თქვა რაღაც ბორცვზე დგეხარ შენა და გადადიხარ ამ ბორცვიდან თქვა დადიხარ ევერესტზე ხო ჯერ ამ ბორცვიდან უნდა ჩამოყიდე არ უარესდება სიტუაცია მე იწყებ იქ ასვლას ხო აი ზუსტად გაჟღერდა თუ არა რა ესე იგი დავაკვირდით რომ უკვე მაგისტრები თითქმის აღარ დადიოდნენ
პირველ კურსელებმაც თითქმის შეწყვიტეს, ძალიან ბევრმა რა შეწყვიტა, რატო? იმიტომ რადგანაც ესე იგი 3 წლამდე დავიდა ისა, რა ქვია, თქვა რომ ბაკალავრიატი იქნება 3 წელი, მაგისტრატურა კიდე თქვა იქნება 1 წელი, ამიტომ დაანებეს ესე იგი თავი, ისინი დაანებეს თავი და დაელოდებიან შემდეგ ახალ იმას, რა ქვია, გამოცდებს ჩააბარებენ და შემდეგ აღარ გადაიხდიან იმ ფულს, რომელიც ეხლა ისე იგი დაზოგავს 3 წლის, 2 წლის თუ 3 წლის იმას, რა 3 წლის იმას თანხას და მაგისტრატი კიდე შესაბამისად წლნახევრის, იმიტომ რომ მათ გადახდილი აქვს რაღაც თანხა და ესე იგი ყისიერად უკვე გაუარესდა სიტუაცია. არა და გარდა ამისა, ესე იგი ეხლა გადავიდეთ იმაზე, ამის შემდეგ გამოდის მინისტრი და ამბობს, რომ ესე იგი გადაწყდა ტექნიკური უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანება, ესე იგი შეიქმნება კომისია, ასეთი თანმიმდევრობით შეიქმნება კომისია, მაქსიმალურად შენარჩუნდება აღნიშნული კონტინგენტი და შემდეგი მეოთხე იყო და მივიღებთ უმაღლესი დონის უმაღლეს სასწავლებელს. ეხლა თუ დაუკვირდებით, ესე იგი ამ რეფორმირების თეორიების გადაწყვეტილების მიღების თანამედროვე თეორიების მიხედვით, რა ქვია, უკვე ეს არის გარკვეულწილად პოლიტიკური განცხადება, იმიტომ რომ როდესაც რაღაც რეფორმას აკეთებ, შენ პირველ რიგში უნდა იყოს მიზანი, რისთვის აკეთებ. ესე იგი, პირველი მიზანი არის, რომ შეიქმნას უმაღლესი დონის სასწავლებელი. თუ ეს საჭირო, ამის მერე იქნება კომისია, იწყებს ეს კომისია მუშაობას და ეტაპობრივად უკვე გარკვეული დროის მერე დებს აი იმ გადაწყვეტილებას, ეს შესაძლებელია როგორი რა ეტაპები და ამითი უნდა განხორციელდეს ეს ყველაფერი. ეხლა ესე იგი მე როგორც თქვი ამ რეფორმირების რუდის მიხედვით აი პირველივე როდესაც ესე იგი ეს განხორციელდა უკვე თანამშრომლებშიც რადგანაც ესე იგი ერთიანდება ესე იგი ხვალდაზე შეიძლება მე აქ არ ვიყო ხო ამიტომ ბუნებრივია ეს მოითხოვს ოპტიმიზაცია შემცირება მოხდება და უკვე გამოდის რომ უკვე იმათ ზოგიერთმა მაგალითად დაიწყო იმაზე ფიქრი რომ სად წავიდეს როგორ წავიდეს აი მე ზოგიერთ თქვა სტატიასა და რაჟანდებათ მინდა ამ სტატიას დაწერა როდესაც თქვა ხვალდაზე შეიძლება მე აქ არ ვიყო ესე იგი უკვე შეარყია რა საოცრად შეარყია უკვე სიტუაცია რა საოცრად დაძაბა არა მარტო პროფესორ მასწავლებლის როგორც ვთქვით სტუდენტების რა ამიტომ ამის გაჟღერება ესე იგი ასეთი საკით თუ ეს დოკუმენტი არ დაიდებოდა რის საფუძველზე ეს გაკეთა ყოვლად დაუშვებული იყო აი რაც გითხარით ამ არგუმენტის მოშველიებით რა ეხლა ესე იგი მოდი ავიღოთ აი როგორ ხდება გადაწყვეტილების მიღება და რა ეტაპებია გასავლელი და ეხლა აქ ყველაზე თანამედროვე წიგნი ეს არის ბიბლია რა ბიბლია ეს არის არა მარტო ისტორია ღვთაებრივ რელიგიურობაზე არამედ ეს არის კიდე სწავლება როგორ უნდა მიიღო გადაწყვეტილება და რაღაცა და რა ეტაპები არის სწავლება არის ესა და საოცარი ის არის რომ პრიგოჟინი არის ასეთი ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკოსი და იმას უწერია რომ ესე იგი ის რაც აი ახლა მიიღო საბოლოოდ რასაც ჩვენ უყურებო რა ესე იგი ესო რამოდენიმე წლის მერე განახორციელა უფალ ანუ ერთხელ ორჯერ რაღაცა არ ვიცი ახლა მე ზუსტად ესე იგი რამდენი არის რამოდენიმე წლის მერე ესე იგი რომ ნახა უკვე რომ ეს ყველაფერი შეიძლება და დაიწყო სამყარო შექმნა მაგრამ რამოდენიმე წლის მერე გააკეთაო რა და აი უყურე როგორც გასწავლის ესე იგი ჯერ თავდაპირველად ღმერთმა შექმნა სადამეც ანუ შეიქმნა დასაწყის და მერე უყურეთ პირველი სიტყვა რა იყო თქვა ღმერთმა იყოს ნათელი და იქ ნათელი და ნახა ღმერთო რომ ნათელი კარგი იყო ესე იგი გეუბნება რომ ესე იგი უფალი ღმერთი ყველაფერს აკეთებს იმას შეცდომა გამორიცხული არის ხო იმის ქნადობასაც ეს წამიერად ყველაფერი კეთდება მაგრამ ეს არის სწავლება იმაზე როგორ უნდა განახორციელო ანუ უნდა დაწერო გეგმა ამისი და ამ გეგმის მერე ნელ-ნელა დაიწყო ამ ეტაპების განხორციელება და საბოლოო ჯამში როდესაც აი შექმნა ერთი მერე იყავ ნათელი მერე შექმნა თუ უნა ფლორა და ასე შემდეგ და ბოლოს როდესაც შექმნა ადამიანი ბოლოს დაინახა რომ ეს ძალიან კარგი იყო აი ბოლოს როდესაც დაასრულა იმას რა ბოლოს თქვა რომ ეს იყო ძალიან კარგი იყო ასევე ესე იგი
საჭირო იყო აი ამ დასაბუთება თითოეული ეტაპის რატო უნდა გაკეთდეს. ახლა ავიღოთ რომ ამბობენ რომ ეს იქნება ერთიანი ის რა ქვია. ესე იგი ტექნიკური უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთიან სხეულად წარმოუდგენელია რომ აბსოლუტურად იმას სულ სხვა მიზნები და სულ სხვა ტემპი აქვს და სულ სხვა ის უფრო აი როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების და საკანონმდებლო ხელისუფლების გაერთიანება არ შეიძლება ხო შეგვიძლია იმიტომ რომ არის ინტერესთა კონფლიქტი არის ასევე არის ეს ერთი აღასრულებს მეორეს მიერ დაწერილ კანონს ხო ამ შემთხვევაში ის უფრო მეცნიერება ის უფრო ნელი ტემპით მიდის ის რაღაცები კვლევები და რაღაცები და ტექნიკური უნივერსიტეტი უფრო სწრაფად რაც იმან გააკეთა ის ინოვაციური წინადადება უნდა იყოს და უნდა განახორციელოს ხო ანუ ერთ სუბსტანციად მათი ჩამოყალიბება ყოველად დაუშვებელია ვერ მოხდება თუ ერთ სუბსტანციად ვერ ჩამოყალიბდება მაშინ შეუძლებელია ეს მდგრადი სისტემა იყოს რა საერთოდ მდგრადი სისტემები ახლა ესეც მეცნიერულად დასაბუთებული არის რომ ესე იგი მდგრადი სახელმწიფო არის და ის მდგრადი სისტემა არის როდესაც ამ ერთიანში ერთიანში განაწილებული არის რესურსები და ყველაფერი არის ოქროს კვეთის პრინციპით არის განაწილებული. აი მაგალითად ისე მძლავრი ქვეყანა რო ავიღოთ მაგალითად ამერიკა თქვათ, იაპონია თქვათ, გერმანია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იქ მთელი მატერიალური რესურსი, ძალაუფლება, გადანაწილება და რაღაც აღმოჩნდა რომ ოქროს კვეთის პრინციპით არის გადანაწილებული რა. ოქროს კვეთის პრინციპით გადანაწილებული. აქ ამ შემთხვევაში რადგან ერთ სუბსტანციად ჩამოყალიბდა და ამიტომ ამისი რა ქვია მდგრადობა ამ სისტემის ესე იგი შესაძლებელი იქნება მხოლოდ ძალით შენარჩუნება რა ძალით შეიძლება შეინარჩუნო მაგრამ ეს როდემდე გეყოფა ეს ძალა და როდის იქნება ხო და ეფექტი არ ექნება იმ რაც გვაქვს მიზანი ხო არა თუ იმ მიზანზე საუბრობ და განათლებას უნდა გამოვაკეთო ერთად გამორიცხული არის რა გამორიცხული არის იმიტომ რომ ერთად აბსოლუტურად ეს ერთიანი სუბსტანცია გამორიცხულია როგორც ეხლა მაგალითად ერთი ქოლგისგე შეიძლება მარათონში ვის გარბის მონაწილეც იყოს და ვის დგას და ხო და იყოს ვინც არის თქვა მოკლე დისტანციაზე რა ის ერთი ქოლგისგეს ისინი ვერ იქნებიან რა ამიტომ ესე იგი კიდევ ერთხელ ვამბობთ იმას რომ ესე იგი საჭირო არის რომ გვაჩვენოთ თუ როგორ არის ესე იგი ნუ ახლა გვაჩვენოთ რა მე ვლაპარაკობ ის ორივე ინსტიტუტის აკადემიური წარმომადგენლები რომ გვაპრო ის საფუძველზე მოხდა ესე იგი ამისი გაერთიანება რა ეხლა მეორე კიდე შეიქმნებაო ესე იგი შეიქმნება კომისია ხო? ამ კომისია შეიძლება შეიქმნას და ეხლა გამოცხადდა შეიქმნა, მაგრამ შეიძლება ეს კომისია მივიდეს რომ ეს გამოცხადებული წინასწარ გამოცხადებული ის ვერ შეიქმნა ხო? ვერ განხორციელდა, იმიტომ რომ აქ ხო ჯერ ესეთი ესე იგი ეს არა მარტო ტექნიკურ ის რაც განათლებას ეს მარტო განათლებას არა სამყარო საერთოდ ერთიანია ყველაფერზე მოქმედებს არა ამიტომ ესე იგი გამოდის რომ აი აქ ეს შეერყება სხვა უნივერსიტეტები შეიძლება ეკონომიკა შეიძლება აბსოლუტურად ყველას შეერყებას იწევს რაღაცა გადაწყვეტილება რაღაცა გადაწყვეტილება ესე იგი ეს დამტკიცებული სამყარო ერთიანია ყველა ნებისმიერი ქმედება ნებისმიერ უშუალოდ ესე იგი აისახება სამყაროს განვითარებაზე და მოვლენებზე ამიტომ ესე იგი ეს არა მარტო თქვათ განათლების სისტემის და თქვათ უნივერსიტეტის არამედ აქ ეკონომიკისტები, ფილოსოფოსები, ყველა იურისტები, ყველაფერი უნდა ჩართული იყო, რომ აი შერყევის დროს არ დაინგრეს ეს სახელმწიფო რო არ დაინგრეს. ამიტომ ესე იგი ეს კომისია საბოლოოდ რა დასკვნას დასვეს, ესე იგი ეს გარანტირებულად ხო. მერე გარდა ამისა, ამ გაერთიანება ბატონო შეიძლება წარმოშას ისეთი პროცესები წარმოშეს და რომელიც ადრე არ იყო გაიგე და შეიძლება ესე იგი აი მაგალითად შეიძლება ახალი აი ამ ახალმა გაერთიანებამ დავარქვათ რა შეიძინოს ისეთი რაღაცა თვისება რომელიც მართვა შეუძლებელი იქნებოდა არსებული რესურსები და ამის საშუალებით რა შეიძლება იმიტომ რომ საერთოდ სისტემას რაც ეძახიან სისტემა არის ის როდესაც ერთი მთლიანს უფრო აქვს განსხვავებული თვისებები ვიდრე მის
შემადგენელი ნაწილს. თუ შემადგენელი ნაწილების თვისებები და ის იდენტურია, მაშინ ასეთ სისტემა არ არის და გარკვეულწილად აქეთკენ მივდივართ. აქეთკენ მივდივართ. ამიტომ ესე იგი კიდევ ერთხელ რა შეიძლება შეიძინოს ისეთი რაღაცა ახლა ნუ ცნობილი არის რომ ისინი უფრო უნივერსიტეტის თქვა სტუდენტები და ისინი უფრო არიან არსებული თქვა მთავრობის წინააღმდეგ ვიდრე ტექნიკური უნივერსიტეტი შეიძლება და იმან მოითხოვოს რომ რადგან ჩვენ ერთიანი ვართ ნუ გავიდეთ და უკვე შეიძლება ახალგაზრდებს შორის ისეთი დაჯახება მოხდეს რომელიც რაღაც კატასტროფამდე მიგვიყვანს რამისა ითქვა ისეთი რაღაცა რომ ესე იგი ამ გაერთიანებით ჩვენ მივიღებთ ბრენდს რაღაცას იმას რა ქვია. ეხლა მოდი შევხედოთ ასეთი რა. რამდენი ჩვენი ახალგაზრდა არის წასული საზღვარგარეთ, ხო? ანუ ბრენდი იმაშია ხო ცნობილი უნივერსიტეტებში არის ხო წასულები იქა და იღებენ რამდენია იქიდან დაბრუნებული. იმიტომ სად დაბრუნდნენ აქა ხო? კი ვიდის ახლა ვიდის განვითარებისაგან ეკონომიკა ყველაფერი აქ ლერდება მაგრამ ჯერ არ არის იმის ადეკვატური რომ თქვა ასეთი დონის იქ დამთავრებული მაღალი დონის უნივერსიტეტის სპეციალისტი აქ ჩამოვიდეს ხო ჩამოდიან რამოდენიმე ერთეულები რომელიც ამ ბანკში არის თქვა ან ბანკში და ფინანსურად და სოციალურად უფრო მეტად რაღაც ხო მაგრამ არ ჩამოდიან იმიტომ რომ ასევე თუ გახსოვთ თქვენ ერთი პერიოდი ძალიან ხშირად იყო სკოლის მოსწავლეები მიყავდათ თქვა ამერიკაში თქვა ინგლისში და ასე შემდეგ. იქიდან რამდენია დაბრუნებული რა კიდე. ერთეულებია იქიდან დაბრუნებული. ეხლა ჩვენ თუ თქვა გავერთია და შეიქმნა ეს ბრენდი ხო და სახელმწიფოს ხარჯზე ჩვენ გავზარდეთ საოცარი დიდი სპეციალისტები. ხო და დარჩნენ აქა და ხო და იმუშაონ, სად იმუშაონ ერთი გაკითხები ხო? ესე იგი თუ არ შეუქმენი იმას შესაბამის პირს. ესე გამოდის რომ ჩვენ გავზდით ესე იგი სოფლიო დონის სპეციალისტებს ჩვენ ხარჯზე, ჩვენი ბიუჯეტით, იმიტომ რომ იქიდან ჩვენთან ვერ შექმნიან დოლარს და იქ შექმნიან ხო, იმიტომ რომ გარდა ამისა როგორც თქვენ სახელმწიფო უნივერსიტეტში არ იქნება უცხოელი იმის ვის დიდ ფულს იხდის რა იმათი მიღება არ იქნება ხო ესე გამოდის რომ ჩვენი ბიუჯეტი და ჩვენი და თქვენი ფულით გავზით აი ამ შევქმნით ამ ბრენდს რაც უნდა ხო ბრენდს და რომლებიც ესე იგი იქ სწავლენ ესე იგი რაც ფულებრივია ნუ ესე იგი მიუღებელია მიუღებელია ეხლა კარგია რომ პირველ რიგში მე ვფიქრობ რომ აი ვერ გითხარით რა თქვენთან როგორ მიდის სწავლებაო თუ რაღაცა ესე იგი ჩვენ გინდა ერთი სტუდენტი მოვიდეს ლექციას მაინც უტარებთ რა ხო ესე იგი რა გამოდის რომ ლექციას უტარებთ მაგრამ ეხლა ადასღაურებაო აი გამოდის რომ არ არის ესე იგი მე ჩაუტარებ ეს ლექცია ხო ჩაუტარე ლექცია ანუ მე ის რაც მევალებოდა გავაკეთებ მე ხო უნდა მივიღოთ ეს ხელფასი თქვენი კეთილსინდისიერი გუთვნილი მე ხო უნდა მივიღო ეს ხელფასი ხო და მოდი შესაძლებელი არის ჯერჯერობით და დასაწყისი პირველი ეტაპი გაკეთდეს რაღაც ეგრეთ წოდებული გიბრიდული არა ესე იგი უფასო იყოს სწავლა მოდი რა პროფესორ მასალებელი და ფინანსე იმან რომ თქვა ესე იგი მოუბადე ხელფასი და იმან იფიქროს მეცნიერებაზე სწავლებაზე აკეთო და ჯერჯერობით იმ სტუდენტმა რომელიც უკვე მიატოვა და წავიდა იმიტომ რომ ხალდაზე მე უფასოდ ვიყავით რომ იმან გადაიხადოს ნაკლები თქვა ისე იგი ის თანხა ჯერჯერობით 2000 იმას იყო რომელიც რამდენი წლის წინ ესე იგი დაარსდა და ის ფულიც არაფერი არ არის ჯერჯერობით შენარჩუნდეს ეს ისა რა ქვია იმ გაგებით რომ არ დაიკლოს რა ქვია დაიკლოს იმიტომ რომ ესე იგი მე ახლა დღეს მინდა ამითი ვისარგებლო კიდევაც რომ დღეს არის ჰამლეტ ველაძის ნუ ცნობილი მათემატიკოსის უნივერსიტეტის დეკანი იყო მათემატიკის ფაკულტეტის დაბადების და იმან მაჩვენა უამრავი სტატიები ადრე რა სადაც ასეთივე სიტუაცია აბსოლუტურად თითქმის ყველა ქვეყანაში რა იქ მებახსოვ ახლა არ მინდა ის ქვეყანა დავასახელო თუ რაღაცა მაგრამ დეკანი ეუბნება იმას დეკანს ეუბნება პროფესორი რა ვქნაო ნუ არ საუბრობს არამედ
ნუ შეხვდიო ხო გადაეცი ის ყველაფერი რაც გეველებოდა ნუ ეხლა რაც რა რამდენის დამხვრა და რაც შემოხდა რაც რა გააკეთო ამიტომ ესე იგი გამოდის რომ არა მარტო ჩვენ ქვეყანაში იგი თუ უკვე ყველგან ხდება რა გარდა ამისა ეს რა ქვია როდესაც ეს რეფორმა განხორციელდა თუ გახსოვთ თქვენ ეს ლომაიას რეფორმა რამოდენიმე წლის მერე მაშინდელმა პრეზიდენტმა ეგრეთ წოდებულმა ესე მაშინდელმა პრეზიდენტმა პირველ კლასელებს მისცა რა ქვია კომპიუტერები ნეტბუქები ეს იყო პირველ რიგში რომ ესე იგი დაღუპა რა თაობა რა თქვენ არიცით ესე იგი ესე რა ხდება რა ესე იგი ცნობილია უკვე კარგია რომ აი ახლა ამ რეფორმის შედეგად აკრძალეს რა სკოლაში ესე იგი ამ გაჯეტების და იმის გამოყენება და რაღაცა მაგრამ ვისი სწავლება თვითონ პროგრესებად სილიკონის ველი არის სადაც ესე გრანდები არიან განთავსებულები იქა ხო არცეც აი Google ხო არის თქვა Yahoo იქ არის თქვა თუ და Microsoft-ი და ასე შემდეგ ხო არცეთ თანამშრომლის შვილი არ შეყავს იმ სკოლაში სადაც კომპიუტერია შეყავთ იქ სადაც არის დაფა წარცი ციგნები და რა ვიცი პროფესორი სადაც არის მასწავლებელი სადაც ლაბორატორიები თუ და სკოლაში მასწავლებელი ხო და მე ესე იგი რადგანაც ძალიან დაინტერესებული ვარ ბუნებრივი და თითქმის არცეთ ქვეყანაში ნორმალურ ქვეყანაში სკოლიდან გაიტანეს ეს სწავლება რა იმიტომ რომ საბოლოო ჯამში შენ გეხმარება ეს გჭირდება შემოქმედებაში უნდა დაგეხმაროს ესა და არა შენ ესე იგი როგორც ეხლა მაგალითად შემოიტანეს ეს ხელოვნური ინტელექტი ხო ხელოვნური ინტელექტი დაბალ ქვეყნებში შეიძლება ნუ რა ვიცი საოცარი რაღაცა მოხდეს და რადგანაც ეხლა ხელოვნური ინტელექტი ვახსენე მე და შევიკითხეთ სხვათა შორის რა სხვადასხვა ისინია ხო პლატფორმები და შევიკითხეთ რომ აი თქვა შეიძლება თუ არა ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება და რაღაცა რომ აბსოლუტურად ეხლა ეს ხო ინფორმაციას იღებს აბსოლუტურად რა ყველაფერი რაც ეხლა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სადაც ისა განათლებას არცეთმა ყველა თქვა რომ ეს არის არ შეიძლება ამის გაკეთება და თუ რაღაც გარკვეულწილად აუცილებლობა თქოთ რაღაცა არის კიდე წამოსული შეიძლება საერთო პროექტები გააკეთონ აქ თორე არცეთმა ანუ ხელოვნური ინტელექტის არცეთმა იმ პლატფორმამ ამისი ასე იგი არცეთმა არ მოგწა დასრულა და ამის შემოწევა რა შეიძლება აკრიფეთ იქა და შედით ის არის ამას გარდა ბატონო მე რა ვუყურეთ მე ეხლა თქვენ კი ხელოვნური ინტელექტს ბუნებრივია მის მიერ თქვა მასთან დასმული შეკითხვაც საინტერესო ხო ძალიან საინტერესო ხარ ჩვენ არ გვიცდია ეს მაგრამ მithumetos მაგრამ ნუ ეხლა გერმანიის ფედერაციის რესპუბლიკა ნუ ცნობილია თავისი კი ბატონო იქა ძალიან ბევრი პრობლემა განათლების სისტემით და ასევე ტექნიკური უნივერსიტეტის რა როგორად მაგათ მithumetos მიუხენის ის მე გავდირე იქიდან რომ ჩემი ოჯახის წევრებსაც ვესაუბრე და ძალიან აქტიურად არიან ჩართული იქიდანაც აი ამ ახალი გადაწყვეტილების თაობაზე, ნუ იქაც ახლა არა მარტო ქართველები, არამედ გერმანელ პროფესორებს, მასწავლებლებს, კოლეგებს ესაუბრენ და გერმანიაში ასეთ ინიციატივა რომ დაეყენებინა. უბრალოდ ისინი ვერტლიან სიგიჟეთ ჩათვალეს, საერთოდ რატო უნდა მოგივიდეს თავში, მით უმეტეს გერმანელს რატო უნდა მოვიდეს, რომელსაც ტექნიკური უნივერსიტეტის საერთოდ სხვა პროფილია და რომ არა ეს და რომ არა იქ გაზრდილი თაობები და ნუ აქ ეხა რომ ჩამოვთვალოთ, შენ აქ ისე გვესმის ხოლმე რა, აქ ინჟინერები, აქ მეცნიერების დონეზეა საუბარი და როგორ ტექნოლოგიურად რა მიღწევებიცაა, ხო და საერთოდ სიგიჟის დონეზე ჩათვალეს, საერთოდ ამის წარმოქმნა. რომ არ ვკითხოთ არაფერი ხელოვნურ ინტერესს. მე რამინდა კითხოთ აი ჩვენთან მემკვიდრეობა ჩვენ გვაქვს 12 წუთი დარჩენილი. თქვენ კი ახსენეთ მესმის და ძალიან სწორად ახსენეთ. თუ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება არაა, მაშინ ასეთ ნაჩქარევად არ უნდა გამოეტანა ჯერაც კვლევებიც არა ჩატარებული. სამწუხაროდ აქ ჩანს რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა რაღაც, თუმცა ეს ჯერ ჩვენ არ ვიცით არც ჩვენ მასმედიის წარმომადგენლება, ბუნებრივია და არც პროფესორ მასწავლებელმა ეხა მსჯელობის დროს შეიძლება მიხვდეთ. უბრალოდ მე კიდევ უფრო მაეჭვებს ის რომ რაღაცა სიჯიუტე არსებობს, აი თუნდაც ამ რეფორმასთან დაკავშირებით, ზოგადად განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, როცა თავიდან მიიღეს, მე გამოვყავი რომ ეს აი თქვენს ახსენეთ, რამოდენიმე მართლა კარგი რეფორმაა. თუნდაც სკოლები რაიონების მიხედვით ბავშვები რომ უნდა მიიყვანონ იმ რაიონში. თუნდაც ფორმებთან დაკავშირებით, თუნდაც კი ბატონო აი ეს იმას რაღაცები ხო, მაგრამ ამას ყველაფერს ისე უცებ. თავზე დამცავი იყო, ანუ ბევრი რაღაც კაი დავინახეთ, თქვით კიდევაც და ძალიან სწორია. უცებ აი ეს გადაწყვეტილება რომ ამ რეფორმის სახით გაიტანონ,
უნებრივია თქვენთვის არ იყოს რაღაცა მსჯელობის საკითხად ხო უნდა გამოეტანათ. მიზეზი რა არის ამ გადაწყვეტილებას ასე და რო ჩქარობენ. პოლიტიკური ნაწილის გარდა რა შეიძლება მიზეზი იყოს? არ ვიცი. ლაპარაკობენ რომ ვიცით რა არის? რაღაცა სხვა მესვეული უნდა ყავდეს. ერთიან ორივეს ერთად ვიღაცა ლექტორი ეყოლება. მე არ მინდა რაღაცა კონსპირაციებში შევიდე, მაგრამ ეფექტი რა იქნება? საოცარია და ეხლა მოაქვთ ხოლმე არგუმენტად რომ პირველად ესე იგი ახსენეს რომ თქვა ივანე ჯავახიშვილის იყო ოცნება რომ ერთხელ ყოფილა. ჯერესეთი ივანე ჯავახიშვილის დროს აბსოლუტურად სამედიცინო ის იყო მიმართულებაც იყო სასოფლოს და ასე შემდეგ და პირიქით მაშინ გამოიყო ეს ისა რა ქვია ტექნიკური უნივერსიტეტი და მოითხოვა. ამიტომ ესე იგი და გარდა ამისა ასეთი ტემპით არცედება არის ხო ბუნებრივია უამრავ ქვეყანაში განხორციელდა ეს გაერთიანებები, მაგრამ ძირითადად იყო ეკონომიკური იყო თქვათ რაღაც არის ინსტიტუტი, რომელსაც თქვათ ეკონომიკურად უჭირს ეს მიმართულება ქვეყნისთვის საჭიროა და ამისოთ ინარჩუნებდნენ და ნუ ეს დახმარების სახით მოხდა ურთიერთ მოლაპარაკების ეს იყო რა ქვია. ნუ ახლა ანალოგიურად შეიძლება იყოს რომ იყო ფილიალები იყო მაგალითად ნუ ახლა ტექნიკური უნივერსიტეტს გპს ქონდა თქვათ იმაში ბათუმში ქონდა თქვათ რუსთავში ქონდა რაღაც თუ საჭირო არის თქვათ ეს პარალელური ის მაგრამ აი ასეთი სახით განხორციელება და თქვა რომ თქვათ ის იყო ივანე ჯავახიშვილის ოცნება იყო ესე იგი აბსოლუტურად ესე იგი არ მოდის რეალობასთან და რა როგორც გითხარით ესე იგი ასეთი ეხლა კიდე რა იყო მიზეზიო ეს არ ვიცი მიზეზი მაგრამ შედეგი რა არის ეხლა ესეც გაჟღერდა და უნდა ითქვას რომ და მე ბატონი რეზო ამაშუკელის ეხლა მოგეხსენება თქვენს როგორი პატრიოტი იყო თავის ქვეყნის და თქვათ არსებული ხელისუფლების როგორც ასეთივე თქვათ მისი მეც ასეთი იყო ყოფილი არჩევნები რომელსაც ხელისუფლების არ მიმეცეს საკია ამჟამად ხოდა ისა მაშინ ერთხელ თქვა რომ ისეთი რაღაცებიო გაკეთდაო არ ვიცი ახლა მას ზუსტად ნიუანსები რომ არ მინდაო იქ დავდგეო სადაცო აი ჩემი ესე იგი ის ხალხი დგასო რომელსაც თქვათ არ უნდა აი ეს გაკეთდა უკვე რა ეს გაკეთდა და რა იყო რატო გაკეთდა და რატო უნდა მისულიყო რატო გაკეთდა ესე იგი აი ეს იმ ხალხის გადამტერებას ვერ ვიტყვი მაგრამ იმ ხალხის გაბრაზება გაღიზიანება თუნდაც განაცხენება რომელიც მე თუ ეს ხო ეს არის პროფესორ მასწავლებლები რომლებიც მართლა ლოგიკურათაც მორალურათაც ყოველთვის გვერდზე ედგნენ ამ ხელისუფლებას თვალშორის ქალბატონი ბაიამაშუკელი იქნება თქვენს მერე ჩვენი სტუმარი თენგო ომანიძესთან იქნება და ძალიან საინტერესო იქნება მაგრამ ნახეთ ბატონო მერაბ ჩვენ მაინც ვიცით თქვენს და ძალიან სწორია ჩვენ თუ არ გვაინტერესებს ნეტა პოლიტიკის ნაწილი სულ მოიხსნას ამაზე თუ მართლა რეალურად ეხა არის შეიქმნა რაღაც სამუშაო ჯგუფი თუ მართლა რეალურად აქ ეს მსჯელობა იქნა შედეგისთვის და არა მარტო კომისიების შექმნის ამბავი ჩვენ ვიცით რა კომისიები მაშინ იქნება როცა რაღაცა არც უნდათ რომ გადაწყვიტონ რაღაცები და უბრალოდ რაღაცა გაიწეოს რაღაც პერიოდი ეს არ არის ეს მართლა განათლების სისტემას ეხება ეს არის განათლება, რომელსაც დგას სახელმწიფო. მით უმეტეს ჩვენაირი სახელმწიფო, რომელსაც ბევრი გამოწვევა ჰქონდა იქით-აქეთ და თუ რომელმ გადაგვარჩინა გონიერმა, რა ვიცი, ბრძულმა გადაწყვეტილებებმა და არ ვიცი, აი ამ თელმა მათ შორის ჩვენმა ღირებულებამ და ქრისტიანულმა ტრადიციამ ასე შემდეგ. მაგრამ იქ არის ხედავთ რომ აი ამ სამუშაო ჯგუფებში ხელისუფლებაზე არის რამე გამოსავალს ხედავთ თქვენ თუ იგივე სამუშაო ჯგუფის ესე იგი ორგანიზება მოითხოვს იურიდიულად მოითხოვს რომ უნდა განთავისუფლდეს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი და უნდა განთავისუფლდეს ისა მაშინ ეს არაფერს არ მოიტანს გაუარეს ესე იგი ეს უკვე ნიშნავს რომ უკვე გადაწყვეტილია ყველაფერი უბრალოდ გაუშვით ადამიანები და მოიყვანეთ კომისია შეიქმნა და დაიწყოს იმ დოკუმენტის შექმნაზე რომელიც ითქვის ეს უნდა დარჩნენ ჩემი აზრით ესე იგი თავიანთ თანამდებობებზე და დაიწყოს კომისია შეიქმნას არა მარტო თქვა განათლების
სამინისტროდან და რაღაც არამედ იმ არა მე როგორც გითხარით ეკონომისტები ფილოსოფოსები ყველა უნდა ჩაერთოს იმიტომ რომ ყველა პატარა ყველა ეს გადაწყვეტილება ეხება აბსოლუტურად თელ ქვეყანას აბსოლუტურად და ყველა მიმართულებას აქვს და დაждენ აი ამ მიმართულებით დაიწყონ და ჩამოაყალიბონ დოკუმენტი ბივიდან ინდასკამდე შეიძლება თუ არ შეიძლება ამის გაჩნია რა არის მიზანი სხვა შორის ჩვენ გადაცემას დავამთავრეთ ბატონ მერაბთან ერთი ძალიან საინტერესო ვიდეოთი ანუ მოკლედ თავის დროზე შეიქმნა ჰიმნი ასე ვთქვათ გპის ჰიმნი შეიქმნა ასეთი რომელიც ჩვენ ბატონ მერაბა დიდი მადლობა მინდა მას უთხრა რომ შემოგთავაზა ეს იდეა რომ გაგვეშვა და სხვა შორის ტექსტის ავტორი გახლავთ ბატონი ვასილ ბესელია უსიკა ბატონმა კოტემიკაძემ დაწერა და მღერიან მათი მეგობრები სხვა შორის ძველი გპის ასე თქვა ხო გპის ნიკები ძველი მღერიან ჩვენ გავუშვათ ახლა ეს ვიდეო და დაგემშვიდობებით მე და ბატონი მერაბ ახობაძე მე მინდა მას დიდი მადლობა უთხრა ბატონ მერაბს და ბატონი მერაბი საერთოდ მორიდებული კაცი ამ საკითხში იმიტომ რომ ლექციიდან აი ამ პირდაპირ ეთერში საუბარი და მე მინდა მას ვთხოვო რომ როცა საჭირო იქნება აუცილებლად ამ თემებზე ვისაუბრეთ არა მარტო ამ თემებზე ბატონ მერაბ ძალიან საინტერესო სავადგები რა ძალიან საინტერესო შეუძლია მართლმსაჯულებაზე სასამართლოს სისტემაზე მოსამართლეებზე საერთოდ ილაპარაკოს მან და მე მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა უთხრა ბატონ მერაბ ახობაძეს და მოდი გავუშვათ ეს ვიდეო ხოლო გადაცემის ვიდეოს დამთავრების შემდეგ ბატონ თენგო ომანიძესთან იქნება ქალბატონი ბაია ამაშუკელი რა თქმა უნდა თემა გაგრძელდება ისევ იქნება საუბარი სწორედ აი ამ საკითხზე და კიდევ უფრო საინტერესო დეტალზე ისაუბრებს ქალბატონი ბაია ამაშუკელი არ გადართოთ დარჩი ჩვენთან მადლობა ნახვამდის დროებით ქვეყნის წინ სulis და ახშენებლობის კერა ამაღად დგახარ მაღალი ცოდნის დაზრით შენ საქართველოს უკვდავებასაც იცავ მაგუსამანო ამაგითა დახვაწლი Gashvilo chemoi